აი ამ კონკურსის გამარჯვებულს ეს გახლავთ ნანა თევდორაძე. ტელეკომპანია მეგატივის გადაცემის შუადღე ქუთაისში წამყვანი ნანა თევდორაძე ქუთაისის მე-13 ბიბლიოთეკის საავტორო ფოტოკონკურსის წიგნი ობიექტივიდან რჩეული გახდა. ფოტოზე ასახულია ფეხბურთელი და მსაჯი, რომელიც მას წითელი ბარათის ნაცვლად წითელ წიგნს უჩვენებს. გამახარა იმ ფაქტმა, რომ პირველი კონკურსია და მით უფრო ფოტოკონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო მომეფიქრებინა კონცეფცია თუ რა თემას უნდა შეხებოდა წიგნი და სად შეიძლებოდა კარგად გამოხატულიყო. შევარჩიე ჩემი საყვარელი ხელოვნება, ჩემთვის ხელოვნებაა ფეხბურთი. შევეცადე რომ საჯი, რომელიც განებივრებული არ არის თბილის სიტყვებით მოკლედ ტრიბუნიდან, ამ შემთხვევაში აღემართა წითელი ბარათის ნაცვლად წითელი წიგნი. ფიქრობ თავხედობაში არ ჩამომართმევს ჩვენი ტელემაყურებელი და ორიგინალურობაც შევძინე თემატიკას და ძალიან გახარებული ვარ, რომ ბიბლიოთეკის რჩეული გავხდი. ვლოცავ ყველა იმ გამარჯვებულს, რომელიც წელს მონაწილეობდა და ალბათ მომავალ წელსაც მივიღებ მონაწილეობას და მონაწილეთა რაოდენობაც გაიზრდება. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ დღეს ფოტოკონკურსის არაერთი გამარჯვებული და რჩეული გამოავლინა. პირველი ადგილი ფერიდე სიმსივემ დაიკავა, მეორე ადგილზე ოთარ თაბუკაშვილის ფოტო გავიდა, მესამე საპრიზო ადგილი კი მირანდა ერისთავის ფოტო მოიპოვა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ფოტო ფანტაზია, იუმორისტული ფოტო, ფოტორეპორტაჟი და ემოციური ფოტო. გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. დილათ არ ველოდი. ხშირად მივიღია მონაწილეობა, მაგრამ ეს პირველი პრიზი არის ჩემთვის. მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნი და ფოტოგრაფია ჩემთვის არის თითქმის ერთი და იგივე. აი როცა ვკითხულობ, ის როგორც კადრი ისე რჩება ჩემ თვალსაწიერში. აი მაგალითად ახლა თქვათ ლექსი წავიკითხე, ხო, თქვათ უბრალოდ გავიხსენო გალაქტიანის იისფერი თოვლი. აი სულ ეს თვალწინ მიდგას ხოლმე ეს იისფერი თოვლი. და ლიტერატურა არის ესეთი, ლიტერატურა არის ფოტოგრაფია, თვლი. და აი ეს წიგნი ობიექტივიდან არის ძალიან კარგი კონკურსი იმისთვის, რომ პოპულარიზაცია მოხდეს, წიგნის პოპულარიზაცია. 12 წელია უწყვეტად პასუხობენ, რომ წიგნთან და ადამიანის ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წლებია ძალიან საინტერესო ფოტოები შემოდის. წელსაც განსაკუთრებულად ძალიან საინტერესო ფოტოები შემოვიდა. ყველა ფოტო გამოხატავს წიგნის და ადამიანის ურთიერთობას და ამის მნიშვნელობას. სხვადასხვა ჩვენ ვიძახით, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო ვითარდება და უფრო კარგი ფოტოები შემოდის. და მიგვაჩნია, რომ ბევრი წელი იქნება ეს ფოტოკონკურსი, ბევრი წელი გამოვლინდება გამარჯვებულები და ბევრი წლის განმავლობაში უფრო მეტ კარგ ფოტოს გადაიღებენ მონაწილეები კონკურსის. საერთაშორისო ფოტოკონკურსი წიგნი ობიექტივიდან 12 წელი არსებობს და იგი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთ ადამიანს აერთიანებს. კონკურსის მთავარი მიზანია ადამიანების მით უფრო ახალგაზრდების წიგნთან დამეგობრება. ეს არის ჩვენი პროექტი წიგნი ობიექტივიდან. უკვე მე-12 წელიწადია, რაც ეს კონკურსი ტარდება და 12 წელს რომ გაუძლო, ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ პროექტი შედგა, ის იმსახურებს ხალხის მოწონებას და ნელ-ნელა ფართოვდება კიდევაც გეოგრაფიული არეალი. არა მარტო საქართველოდან, არამედ იტალიიდან, საბერძნეთიდან, თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდანაც კი მოგვდის ჩვენ ფოტო ნამუშევრები. ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენს კონკურსს უკვე იცნობენ საზღვარგარეთაც. მართალია ისინი ჩვენი ემიგრანტები არიან, რამდენიმე უკრაინიდან და რუსეთიდან გვყავს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ფოტოკონკურსი ასრულებს თავის მოვალეობას წიგნს, ხედავ ჩვენ უკვე ობიექტივიდან, სხვა თვალით დანახულ ჩვენ საყვარელ წიგნს. ამიტომ ვარაუდობთ, რომ მომავალ წელსაც და წლების შემდეგაც ეს კონკურსი სიცოცხლის უნარიანი იქნება და თქვენ კვლავ მოხვალთ ამ კონკურსზე დასასრებად. ბიბლიოთეკა შეუცვლელია. დიდი მადლობა ასეთი ჩართულობისათვის. არსების თქმით, კონკურსის ფარგლებში შემოსულია 2000